პირველ რიგში, სანამ უშუალოდ მზიან მაღლობელზე გადავალთ, პირველ რიგში მინდა ბატონი თემურ ქათამაძე ვახსენო, რომელიც 57 დღე არის. მადლობა აი ამისთვის. 57 დღე არის ეს ადამიანი შიმშილობს, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს და პირველ რიგში მხნეობა და გამძლეობა და ჯანმრთელობა მინდა უსურვო ამ ადამიანს. მზიან მაღლობელს რაც შეეხება, ახლა სწორად ახსენა ბატონმა ლევონმა, რომ აქ რაღაც სამართლებრივ კაზუისტიკაში შესვლა და არც არის საჭირო პირდაპირ მინდათ აბსურდული არის და სასამართლო ზოგადად გაუქმებული არის ამ ქვეყანაში. ახლა აქ კვეთღონისძიებაზე რო იყო ხო საუბარი, ახლა ვის აქვს იმის ილუზია, რომ მზიან მაღლობელმა შეიძლება რაღაც მოწმეებზე ზემოქმედება იქონიოს, გაიქცეს ან რაღაც ხელმეორედ ჩაიდინოს დანაშაული, დანაშაულიც ბრჭყალებში მინდა აქ ამ შემთხვევაში ვახსენო, რომ რანაირ დანაშაულზე აქ საუბარი არ არის, ხო? ამიტომ მზიან მაღლობელის შემთხვევა არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ამ 12 წლის განმავლობაში მედიასთან მიმართებაში. ეს მინდა ხაზგასმით თქვა, იმიტომ რომ მედიასთან ბრძოლა დაიწყო 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში და მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად ცდილობს კრიტიკული მედია ჩაახშოს, თავისუფალი სიტყვა ამ ქვეყანაში აღარ არსებობდეს და ჩვენ უკვე რაღაც ფინალში ვართ გასული ამ ყველაფრის, ნახეთ თუ რა ტიპის საკანონმდებლო ჩარჩოს შემოღება გადაწყვიტა პარლამენტმა მედიასთან მიმართებაში და ის რომ მზიან მაღლობელი ახლა საპყრობილეში არის, ამის ასე ვთქვათ ყველაზე უარესი გამოვლინება არის, იმიტომ რომ თქვენი მედია, მთავარი არხი, TV ფორმულა ყველას ამ მარწუხებში მოქცევას ცდილობენ ამ ახალი საკანონმდებლო ჩარჩოთი და თითო ინდივიდებზეც არ იხევენ უკან და მზიან მაღლობელი ახლა საპყრობილეში და ვიცით თუ რამდენი ადამიანი, მათ შორის თქვენი ჟურნალისტები და ოპერატორები როგორ დაიზიანეს ჯანმრთელობა და ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ და ზოგადად რა პირობებში უწევს ჟურნალისტებს მუშაობა ამ ქვეყანაში. ამიტომ ხო, მზიან მაღლობელის შემთხვევაზე ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს საერთაშორისო ასპარეზზე იმის შესახებ, თუ რა ხდება დღეს საქართველოში 53 სინდისის პატიმარი ყოს და მათ შორის მზიან მაღლობელი ერთ-ერთი გამორჩეული არის მათგან და ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორუმზე იქნება ეს თუ კონფერენციაზე ვცდილობთ, რომ ეს ხმა მივაწვინოთ და დღესაც მედიის საერთაშორისო მედიის თავისუფლების ფორუმზე ლონდონში ჩვენ გავაჟღერეთ მზიან მაღლობელის შემთხვევაზე და მაქსიმალურად გამოვუცხადეთ მხარდაჭერა ამ ადამიანს. კი ბატონო.